საომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს ისტორიული დღე არის და მინდოდა ამ თემასთან დაკავშირებით მესაუბრა, მაგრამ გამომდინარე რაღაც მოვლენებიდან და საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე თემის შეცვლა მინდა უბრალოდ და ხვალ ვისაუბრებ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩინეთში მიმდინარე მოვლენებს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების საკითხს და მინდა უბრალოდ საქართველოს საკითხებს დაუბრუნდე, იმიტომ რომ აი ეს უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ ეტაპზე ჩემი ქვეყნისთვის და ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ხვალ ვისაუბრებ. საქართველოს უახლეს ისტორიაშიც სიმართლე გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი არის. ჩვენი ერის უბედურების დაწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არის, რომელიც უნდა ახსოვდეს წესით და რიგით ქართულ საზოგადოებას და მინდა უთხრა განსაკუთრებით აი ამ ახალგაზრდებს, ეხლა რო წივიან და კივიან და აქეთ წივილ-კივილი იქნება ატეხილი ქუჩაში, ამ აკაცუკებს და მოწამლულ ადამიანებს, რომლებსაც, რა ვიცი, ისე აქვს ტვინი არეული, მე ძალიან მეეჭვება სიმართლე გითხრათ, რომ ჩემმა საუბარმა ამ დამანქურთებულ ადამიანებში რაიმე შედეგი გამოიყოს, მაგრამ მაინც მინდა მე ისტორიული მოვლენა გავახსენო სრულიად საზოგადოებას და მინდა ასევე ხელისუფლებასაც დღეს წულუკიანის დასკვნიდან გამომდინარე მინდა ვისაუბრო ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხელისუფლებასაც გავახსენო ეს ყველაფერი ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომელიც სინამდვილეში რეჟიმი არის. დავიწყოთ იქედან, რომ გამოქვეყნდა წულუკიანის დასკვნა და წარგვიდგა ეს ამათი ქოცების აღზევებული ეს მზექალა და დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე სააკაშვილი პროვოკაციაზე წამოეგო, თურმე მას ქონდა ჩაფიქრებული ცხინვალზე იერიში, ამისთვის ემზადებოდა, მერე ჯარი ასე გაწერ, ისედაც რაც ვიცოდით სულ ყველამ. ძარცვა, გატყავება, ამასქნა, იმასქნა ხალხის, რასაც ზონდერობას და უბედურებას ატარებდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, იქვე იყო მიბმული საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ გახარია და ჩორჩანას ეპიზოდი, ასევე ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებით, მოკლედ, ჯერ ამ კონტექსტს მინდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ანუ ამ დასკვნაში, ჩემო კარგებო, წულუკიანმა ილაპარაკა ისედაც, რაც ისედაც დადგენილი იყო დიდი ხნის წინ, ეს ტერიტორიული მთლიანობის კომისიას, რა ქვია, რომელმაც ომის მერე სააკაშვილი დაკითხა და სააკაშვილმა მისი პირით აღიარა, რომ დიახ, მე დავიწყე ომი, იმიტომ რომ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მისი სიტყვები, ეს ჩემი სიტყვები ხო არაა კაცო. ამაზე რომელზეც იყო ტალიავინის დასკვნა. ამაზე რომელზეც იყო ასევე ამათი საყვარელი სტრასბურგის დასკვნა, რომელშიც თვითონ ნაცებმაც მოაწერეს ხელი. ამ ყველაფერზე არსებობდა გაეროს ტრიბუნალის გადაწყვეტილება, სადაც უარი ეთქვა საქართველოს როგორც დაზარალებულ მხარეს ომის დანაშაულებების საკითხთან დაკავშირებით და უამრავი სხვა საკითხი. ეს ისედაც იყო. ახალი ამაში არაფერი არ თქმულა. კი ბატონო, ეს გასაგებია. ამას მიუმატეს თურმე, რომ იქ ახალგორი იყო დაკარგული და კოდორის ხეობა და მიუხედავად სიტყვაზე ჩემი განცხადებისა და არაერთი ისტორიისა, მათ შორის თუ ვინმეს კონკრეტულად აინტერესებს, არის 2012 წლის, რაც გარდაცვლილი ლეონარდო დევდარიანის ვრცელი ინტერვიუ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, როგორ დაიკარგა ახალგორი. და როგორ მიუმატეს ამათმა ახალგორი თვითონ ომის მოვლენებში. ჩემი პირადი არაერთხელ მონაყოლი მაქვს, ყველა მიცის, რომ ახალგორში ვიმყოფებოდით ჩვენ, როდესაც რუსების აყვანილი დესანტი გაგვაშვებიეს და ლამის ყანასთან მომავალ ტანკებზე არ გვასროლიეს და უამრავი რაღაცა, რომელიც საერთოდ არ დაინტერესა ამ კომისიას ესეთი რაღაცები, ერთი სიტყვი არ უთქვია, არაფერს ყურადღება არ მიაქცია. ახალგორის დაკარგვა. ამას მიაყოლეს მერე ჩორჩანის ეპიზოდი, რომ თურმე გახარიასო დაუკარგია თურმე ტერიტორიები. და დამთავრდა ამაზე ლაპარაკი. კოდორი ახალგორიო და ეს. ჯო
ელემენტარული კითხვა მაქვს ამ წულუკიანთან და მთელ ამ ბოზბანდასთან, ქოცების ბოზბანდასთან. დავით გარეჯის ეპიზოდი სააკაშვილის დროს არ მომხდარა? ანუ სააკაშვილს არ გადაუცია დავით გარეჯის კომპლექსი აზერბაიჯანისთვის? არ ყოფილა ესეთი რაღაცა? მე მაინტერესებს ელემენტარულ კითხვას ვსვამ. თუ სააკაშვილმა გადასცა, ეს არ იყო ტერიტორიული მთლიანობის რღვევა? თუ თქვენ გადაეცით, გასაგებია, რომ თავს არ ისჯით. იმიტომ რომ თქვენი მმართველობის პერიოდში დადგენ ის მისაზღვრეები იქ. თუ დავით გარეჯის ტერიტორია ტერიტორიულ მთლიანობაში არ შედის? ეს ელემენტარული კითხვა მაქვს აი ამ წულუკიანთან და აი ამ ქოც ბოზბანდასთან, რომლებმაც ვითომ და ეს ყველაფერი გამოიძიეს. ამათ არაფერი არ აინტერესებდათ. საერთოდ არაფერი არ აინტერესებდათ, მათ შორის არც ამ ახალგორის მოვლენები, თუ არა, როგორც უჩაგუგუჩიას დაუკავშირდნენ და მისი ჩვენება გაასაიდუმლოეს და ჩადეს იქ, ისე შეეძლოთ დაკავშირებდნენ არა მარტო მე, ჩემი ბატალიონის სხვა ჯარისკაცებს, მეთაურებს და ერთი მოესმინათ იმათგან 17-18 აგვისტოს პერიოდში ეს ახალგორი როგორ გადააბარა სააკაშვილმა და ნაცებმა და როგორ იყო იქ აყვანილი დესანტის საკითხი თუ რუსული კოლონის არ განადგურების საკითხი. არ დაინტერესათ ეს. ფეხებზე ეკიდათ ეს ყველაფერი. და საერთოდ ეს კომისია რას გააკეთებს, რა აზრი აქვს ამ დასკვნის გამოტანას, რა აზრი აქვს ამ ისედაც 1000-ჯერ ნათქვამ ერთი და იგივეს მე ვერ გამიგია. მაგრამ კაი. თქვენს რა იქნება შედეგი? აგერა მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ ნაციონალური მოძრაობა იყო მოღალატე, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა, როდესაც ხელისუფლებაში არ იყო, მის მერეც გარეძალის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და არაერთი რევოლუციის მცდელობა ჰქონდა, არაერთი ობსტრუქცია მოაწყო, არაერთი დივერსიები მოაწყო ქვეყნის შიგნით, არეულობა ასე შემდეგ. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხვალზე გაგერ ახლა არჩევნები იქნება. ნაციონალები მისით აღებულობენ ამ არჩევნებში მონაწილეობას. თორე პარტია გერებს უგრძალია. ან ის სხვა მეორე ნაციონალები 2 და მესამე და ასე შემდეგ. დასკვნა დამთავრდა ისე და დასკვნა დაწერეს ნაციონალურ მოძრაობაზე ისე, რომ კაცის შვილს არ დაუკითხია ბუკერია. არავის არ აინტერესებდა კაცო. ბუკერია არავის არ აინტერესებდა. თვითონ მოვიდესო ბუკერიაო და თვითონ მიცესო ჩვენებაო. რომელიც ვარდების რევოლუციის გადატრიალების გარდა, ომის გარდა, ბიზნესის ქონებების დახევის გარდა, 1000 უბედურების გარდა. ყველაფერს რომ ამას ახლა ერთად რო თავი დავანებოთ, აი დღევანდელი დღე რომელიც არის 92 წლის 2 სექტემბრის დღე იმაშიც მონაწილე იყო და დავამთავრებ ამას და ვიტყვი რა დღეზე არის საუბარი. ერთი სიტყვა ბოკერიაზე არ ხსენებულა. ერთი სიტყვა მაშინდელი კონფლიქტების მინისტრი რო იყო ებრაელი იაკობაშვილი. იმაზე კეზერაშვილზე ხო არა ლაპარაკი. ერთი სიტყვა არ ხსენებულა. ტერიტორიული მთლიანობის მინისტრი იყო, კაცი და ერთი კითხვა არ გაუჩნდა კომისიას. ბუკერიას მიმართ ერთი კითხვა არ გაუჩნდათ. იმ სულხან მონაშვილის მამას რაღაცა წამებდით და რაღაცა წვალებდით. იმ გაჭირვებული დავით ცინდელიანის დედას რაღაცა მწარებდით და აწვალებდით. რაღაც ეძახდით მაგ კომისიაზე. თუ კომისიის დამთავრებამდე მისი შვილის მკვლელებს გარეთ გამოუშვებდით. ხო, ელემენტარული ლოგიკა ხო ამ ყველაფერში არსებობს. ეს იყო ჩვეულებრივი ფარსი, ეს იყო ჩვეულებრივი ცირკი. და თქვენ ხართ აი ეს ბოზიშვილები, აი ვინც ახლა გამოდიხართ და მე მინდა როგორც ერთი მხრის მომხრეებს, ქოცებს, ისე მეორე მხრის მომხრეებს, ნაცებს გითხრათ, რომ თქვენ ხართ ორივე წეული. საქართველოს დაუძინებელი მტრების, მოღალატეების მსახური და თქვენ თვითონაც ხართ მოღალატეები. იმიტომ ეს ყველაფერი იცით და მაინც ან ერთის უკანალში ხართ შემძრალი, ან მეორეს უკანალში ხართ შემძრალი და მიმიფურთხებია თქვენთვის. ხაზეთი 41 და იღეთ ხახვი და კარტოფილი მოგიტყანთ, ავიდა კაი, ვინც საკუთარ მომავალს ყიდით, მართლა ხავსზე და კარტოფილზე და რაზეც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს. ზოგი ტენდერზე ყიდის, ზოგი სამსახურზე ყიდის, ზოგი შვილის დასაქმებაზე ყიდის. და საერთოდ არ აინტერესებს ეს საკითხი. ფეხებზე კიდია. ამიტომ ისიც წეულია და ისეთივე წეულია, როგორც წეულიც არის ბოკერია და სააკაშვილი და ივანიშვილი და ეს წეულები. რა იქნება ამას შედეგი? არაფერი შედეგი ამას არ იქნება.
ესო ახლა უნდა ვთარგმნოთო იმასე უცხო ენაზეო და უნდა ჩვენ უცხოელ კოლეგებს უნდა გავუგზავნოთ. დასავლეთში არიციან და დასავლეთის საელჩოებმა არიცოდნენ საქართველოში რა ხდებოდა? ვისი შეკვეთითაც, ვისი დაკვეთითაც ხდებოდა ეგ ყველაფერი? არიცოდნენ, ესე იგი, თურმე დასავლეთში არიცოდნენ და ახლა ამათმა უნდა უთარგმნონ ეს ყველაფერი და მიაწოდონ. ხო, მიდით, იქნება წაიკითხონ თქვენი მიწოდებული, აი ესეთი ცირკე, ესეთი გულის ამრევი არ ვიცი, როდემდე გინდათ ეს ფარსი ითამაშოთ, მაგრამ გაგდით და თამაშობთ ამ ყველაფერს, რა. გერმანიის ელჩი აქ იყო, ეს აქ იყო. მთელი დასავლეთი, მთელი ევროპა და მთელი ამერიკა აფინანსებდა სააკაშვილს და აძლიერებდა მხოლოდ იმისთვის, რომ ქართველი ერისთვის გამოეტანა წირვა, რომელიც წირვას გამოუყვანა და მეორე წირვა გამოგყავთ თქვენ. და ისეთივე თანამონაწილე არის ყველა დასავლეთის დიპლომატი და ელჩი, როგორც თითოეული თქვენთანი კოჰაბიტაციის გამო, თქვენ თავს როგორ დაიჭით გვებოზიშვილებო, ისევე როგორც ამათ არ დასჭით. ტერიტორიული მთლიანობა სააკაშვილის და გახარიას დროს დაირღვა, თურმე და დავით გარეჯი ვისი საკითხი იყო ეს არა ძმაო, ეს არავის არ აინტერესებს. არავის არ ადარდებს. დავით გარეჯი არც იყო სახსენებელი ამ ანგარიში. ერთი სიტყვა, ჩვენ იმისთვის გვიჭერდით, რომ დავით გარეჯი საქართველოა. ამის გულისთვის კონდათ აღძრული, ჩემთვის პირადად 8 წლიანი მუხლი. რომ ეთნიკურ შუქს ვაღებლებდი თურმე. ახლა მეორე საკითხს მინდა მოუბრუნდე, ეს ამათი წეული თავი გადაშენდა იქეთკენ და ბევრი არაფერია სალაპარაკო, ეს ცირკი რო ასე იქნებოდა და ასე ჩაივლიდა, ეს გასაგები იყო, მაგრამ აი ახალგაზრდებს მინდა მივმართო, ვინც ახლა გამოვარდებით და ჯერა არ მინდა ყველას მივაყენო შეურაცხყოფა, კიდე რაღაცა ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე შეიძლება ბევრს რაღაცა არ ესმოდეს, მაგრამ ბიჭო, აქეთ ხო არიან ესეთი ნაგოები. ესეთი ნაგოები ხო არიან, თქვენ ვინ ახართ? აი ისტორიულად გავახსენებ ახლა ვისაც ახსოვს, იმას გახსენება რომ და იმას არ ავიწყდება. აი რაც დღეს ხდება ახლა, ხო? აი დღეს რაც ხდება. ზუსტად იგივე მოხდა 92 წლის 2 სექტემბერს. ზუსტად იგივე. უბრალოდ მაშინ სხვა სიტუაცია იყო. მაშინ ხელისუფლებაში ეროვნული კაცი იყო და ეროვნული და კანონიერი მთავრობა იყო და ეროვნული პრეზიდენტი იყო. 2 სექტემბერს დაგეგმეს პროვოკაცია თბილისში. აი, ვინ დაგეგმა? იმ ბოკერიამ, რომელი ბოკერიაც ამ ყველაფერი უბედურების მონაწილე იყო, მაგრამ ჯერ მაშინ პატარა ქვეწარმავალი იყო. ახლა გამოცდილი მოღალატეა. რომელიც სულში ყავს ჩახუტებული ივანიშვილს. და მფარველობა აქვს, როგორც მის ნაბოზარცოლზე გამოცხადებული, ისე ამ დედამოტყუნზე და მთელ მის პარტიაზე. ვინც ბოკერიასთან ერთად არის. და ხალხს გონია დაავიწყდა ეს ყველაფერი. ნუ ახლა ამათ ფული მიეცი კაცო და მაგას კი არა, იმას დაივიწყებენ, ცოცხი რო გათხარენ სიგძე სიგანეზე და წვრწინ ოჯახი გაუპატიურენ, ის დაავიწყდა ხალხს კაცო. დაივიწყეს, დიდი ქრისტიანები გახდა ეს ხალხი, ბევრი ძალიან დიდი მიმტევებელი ქრისტიანი გახდა, რომელსაც ამდენი წამება და წვალება გადაატარეს. მე ამ ხალხზე არ მაქვს ლაპარაკი, მე ნორმალურ ხალხზე მაქვს ლაპარაკი. მაშინ ზუსტად 33 წლის წინ ზუსტად აი ასე ხდებოდა, როგორც ახლა დღეს ხდება, იმაში რა ქვია, თბილისში. უბრალოდ კიდე ერთხელ მომხ, მაშინ ეროვნული პრეზიდენტი იყო და კანონიერი მთავრობა იყო სათავეში. მაშინ ეს პატარა ბოზიშვილი მართლა და დედამისი მართლა გაწყალებოდა ბუცელში და ძაღლი და კატა გაეჩინა, ვიდრე აი ეს ძაღლის გაგდებული ბოკერია გაეჩინა. ბოკერია ის მაგარი ჭკვიანი კაცი რო არის ბერძნერიშვილი, ბერძენიშვილი არა, ის გვარს მე არ მივაყენებ შეურაცხყოფას. და სხვა მისი მოღალატე ჯგუფი გამოვიდნენ მაშინ რუსთაველზე და დაიწყეს აქციის მოწყობა. და ამნაირი გამოსწირებული ახალგაზრდები ახლა რო ქუჩაში დარბიან, ზოგი აკაცუკია, ზოგი ისა ახლა ასე გამოშტერებული არ იყო მაშინ ხალხი, იყო ნორმალური ახალგაზრდობა, მაგრამ შტერის მონახვა ყველა დროში შეიძლება. და აი ესეთი ბოზიშვილები მოკრიბეს და ზვიად გამსახურდია წინააღმდეგ და ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ აწყობდნენ ვითომ დიდ მიტინგს. და დაარბევიეს იქ თავი, რასაც აყვა ერთი წივილი, აყვა ერთი კივილი. 2 სექტემბრიდან დაიწყო საქართველოში უბედურება. აი ეს ტვინგაყინული ახალგაზრდები მერე იქ
ჯაბას მხედრიონის მოკრიმინალო ელემენტები, ზოგი იმის რა ქვია, რაფერ გითხრა, ბოზიშვილი წითელი ინტელიგენციის, ესა რა ქვია, ჩამორები, საპატრიარქოს მრევლი პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ვის შეიძლება ხელი დაეფაროს, როდესაც სამშობლოს ეხება საქმე და შიმშილობდა ესე ჯაბაიოსელიანი, მაშინ და პატრიარქმა თხოვა პირადად ბატონ ჯაბას, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა, რომ ის ქვეყანას და ხალხს ჭირდებოდა. აი ეს მთელი ეს გველები, ზუსტად აი ამის დაწყებული პროვოკაციით, აი ბოზიშვილი ბოკერიას დაწყებული პროვოკაციით, შეიკრიბა რუსთაველზე, მოიკრიბნენ, ატეხეს ერთი წივილი კივილი, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა გადატრიალებამდე, არეულობამდე, სისხლისღვრამდე და უბედურებამდე. მაშინაც დასავლეთი და ევროპა მაშინაც იმ მხარეს იდგა, რომელ მხარესაც დგას ახლა. მაგრამ მაშინ თვითონ ზვიად გამსახურდიას და ეროვნული ხელისუფლება იყო მიუღებელი იმის გამო კი არა, რომ ომში არ ერთვებოდა და იმის გამო კი არა, რომ რა ქვია, ანგარიშები ქონდა სადღაც ევროპაში და ამერიკაში მილიარდები, იმის გამო, რომ იმათ სამშობლო უყვარდათ. დღეს ის დასავლეთი, ის შეერთებული შტატები და ის ევროპა ისევ იქ დგას, მაშინაც ქონდა დასავლეთ საქართველოში ის ინტერესი, რა ინტერესიც გატარდა. მისთვის არ იყო მნიშვნელობა, იქ გამსახურდია იქნებოდა, შევარდნაძე იქნებოდა, ვინც არ იქნებოდა მისი ყურმოჭრილი მონა. აი იმას უწყობდა, მე გეუბნებით ახალგაზრდებს, რომ პატარა გონს მოეგეთ, რაღაცას გადახედეთ თქვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას და სად გახართ, ვისი გამოსაყენებელი ელემენტები ხართ, უბრალოდ აზრზე რო იყოთ, ცოტა აზრზე რო იყოთ, თქვენ შობელძაღლებო და თქვენი ბრალი ისე სიმართლე გითხრა, ბევრად ნაკლებად ვერ დაგიცვათ თქვენ უფროსმა თაობამ, რომ რაღაცა გესწავლათ, ვერ დაგახვედრათ უკეთესი საქართველო. რაღაცაში ჩაგეხედათ, რაღაცის მაგალითი მოეცათ და თქვენც ახლა ტვინი გაქვთ არეული, ახლა კაც და ქალს ვერ ამსხოვებთ, იმნაირი ახალგაზრდობა ხართ, წამოსული ზოგი ერთები თუ არა. ნორმალური ვინცაა, იქ არც ადრე იდგა და არც ახლა დადგება და არც მომავალში იდგება, იმიტომ რომ არის ოჯახები ახერხებენ ზოგი ერთების აღზრდას მაინც ნორმალურად, რომ შავის და თეთრის გარჩევა ასწავლონ მის ქვეყანაში. მაშინაც ასე იყო. მაშინაც ზუსტად 2 სექტემბერს ჰქონდათ ჩაფიქრებული, რომ დაიწყებოდა ეს პროვოკაცია, რომელიც ლოგიკურ შედეგამდე მივიდოდა. მოხდებოდა დამხობა. დღესაც საქართველოსთვის არის გაწერილი ზუსტად იგივე სცენარი. მართალია დღეს ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობა არაა საქართველოში და საერთოდ ეროვნული მიმართულების ძალა აღარ დატოვეს საქართველოში. მაგრამ ამათთვის მთავარი არის ინტერესი. აი ეს ქოცები, ეს ბოზიშვილები, იმდენი ფული აქვს ნაჭამი, ამათ ისი არიან გადამძღრები, რომ აი ამათთვის ახლა ომი და არეულობა და ქონების დაკარგვა და ფულის დაკარგვა და სკამის დაკარგვა ყველაფერს თვალფასია. ცხონებული ზვიად გამსახურდიასთვის თუ იყო მამული ენა და სარწმუნოება ეს წმინდა სამება, რაც არ ჯდებოდა დასავლეთის ინტერესებში, არასდროს არ მჯდარა და არასდროს ჩაჯდება მომავალში. რა ვიცი თუ კი ოდესმე მოხდება ისე, რომ მეტი არა ჩემი დამაწყევარი, რომ ევროპაში შემოbrunდნენ ღმერთისკენ და სარწმუნოებისკენ და რაღაცა მართლა რეალური ადამიანის უფლებებისკენ და რაღაცისკენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ამას რასაც აქ ხედავდი და ვხედავ, არაფერი მოლოდინი არ მაქვს გავსი. აი ეს იყო წინააღმდეგი, ეს მოდიოდა წინააღმდეგობაში მაშინდელი ევროპის და დასავლეთის მმართველებთან დინების აღმამედისო. დღეს ქოცების უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზეზი აქვს ქოცებთან. ქოცები ნაცებზე მეტი ჩათალახი ნაზირალა ძალა არის, რომელიც რასაც სააკაშვილი ვერ ბედავდა, აი ამათ იდეოლოგიურ საკითხებში იმას ძალიან მარტივად ბედავდნენ. ეს იქნებოდა გეი პარადების მცდელობა, ეს იქნებოდა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია, ეს იქნებოდა კოჰაბიტაცია, ეს იქნებოდა ბავშვთა გახრწნის კანონი თუ 1000 უბედურება. ახლა რო გამოვიდნენ წმინდანები, ყველაფერზე მზად იყვნენ. უბრალოდ ბოლოს ისეთი რაღაცა მოთხოვეს ამათმა საფიცარმა დასავლეთმა, სადაც გაიზარდა თეა, სადაც გაიზარდა ეს რა ქვია ირაკლი, სადაც გაიზარდა მეორე ირაკლი და სადაც დასავლეთი რო წმინდანად ქონდა წარმოდგენი, სანამ ამ დასავლეთიდან არ მოთხოვეს მაგათ რომ ომი იქნება და უნდა მოხდეს და ამ ომში უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მანამდე ამათი ტვინი არ გაინძრა. იმიტომ საფრთხეს ვერ ხედავდნენ. რაში აინტერესებდათ ახლა ამათ ზნეობა, მორალი და ეროვნული საქართველო, პირდაპირ ამბობდა კობახიძე, რომ ეროვნული ცნობიერებაო, მეო საშიშად მიმაჩნიაო. პირდაპირ ამბობდა ამას, ხო, მისი სიტყვებია, მე ხო არ ვაბრალებ ამას რამეს. ნაგავს.
ამიტომ საქართველოში იყო ორი ძალა ყავდა დასავლეთს. ერთი ძალა უკვე გამოცდილი და უშუალოდ ამ მანიაკების მთელი ბანდა, რომელიც აწამებდა და კლავდა და სულს აძრობდა საკუთარ მოსახლეობას და მეორე ძალა, რომელიც იყო ამ ძალის მფარველი. ეს იყო ქოცობა, თავისი ბიძინა ივანიშვილით. სხვა ძალა საქართველოში არ არსებობდა და არც დღეს არ არსებობს. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ეს ორი ძალა. პირველი ძალა ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი საქმე როგორც მავრმა გააკეთა. შავი საქმე და მავრს შეუძლია წავიდესო. და წავიდა ნაციონალური მოძრაობა პირველ ეტაპზე. მაგრამ ახლა საჭირო არის ისევ მავრის საქმე, ისევე ომია, ისევე უბედურებაა საჭირო, ისევე დამხობაა საჭირო, ისევე ომია საჭირო. და ამიტომ ახლა ეს ძალა, რომელიც ამ წუთში არის სათავეში, ეს არ არის საკუთარი კეთილდღეობის ძალა არის. და არ არის ამაზე წამსვლელი. ნაციონალური მოძრაობა რომ მოვიდეს მეორე დღესვე დაიწყებს ომს. ამიტომ ახლაც მოდის არჩევნები, ახლაც მოდის ევროკავშირში გაერთიანების საკითხები, მაშინაც ასე მოდიოდა SNG-ს წევრობა, მაშინაც 1000 უბედურებები ხდებოდა მაშინ. ერთ-ერთში გავს ქრონოლოგიას რო აყვე. და ისევე არსებობს ბოკერია, ისევე არსებობს ეს ბოზიშვილი პუჩისტები და ახლა დასავლეთისთვის მისაღები უკვე არის ნაციონალური მოძრაობა. ამიტომ ნაციონალური მოძრაობა რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ამისთვის საჭირო არის გადატრიალება და დამხობა. აგერ ახლა გამოიყვანენ ამათ, იქნება ერთი ხრიანცელი, ასე იქნება აკოთებული მდგომარეობა, ახლა მარტო კი არა. ახლა ამ პერიოდში მარტო კი არა. არჩევნები, ვითომ არჩევნები რო ჩატარდება. თუ ჩატარდა არჩევნები, წეკითხავი კიდე. მაგრამ როდესაც არჩევნები დამთავრდება, იმ დღიდან კიდე დიდხანს და თუ მოახერხებენ ამათ დამხობას, აი ამ დამხობაში იქნება გამოყენებული ეს იდიოტი, ეს გამოქალიავებული, გამოჩლუნგებული ხალხი, მადლობა ღმერთს არ არიან ესენი ბევრი. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ ჩანს. ცოტა ისეთი პრაგმატულებიც არიან, რომ კი მოვალ და დავდგები მაგ, მაგრამ ფული მომეციო. თუ ფულს არ მიცემ იმდენს, ამდენსაც აძლევდით თავიდან და ერთმანეთში კრისობას დაიწყებ და მოტიყვას არ მოვა ის ხალხი. ის ახალგაზრდები, რომელიც ევროპულად აზროვნებენ. და აი ამაში არის მთელი უბედურება. და მე მოგმართავთ. იმათ აღარაფერი გეშველებათ თქვენ. ბიშისტი ახალგაზრდები ხართ, უკნიდან განათლებულები ხართ. დიდება ისრაელს, დიდება ამერიკას, ამათ აღარაფერი არ გეშველებათ, მაგრამ ხო არის კატეგორია ხალხი, რომლებსაც ესე იგი მართლა ვერ გაგიგიათ. ვისაც ვერ გაგიგიათ რაშია საქმე? აი ამაში არის საქმე. თქვენ უნდა გახდეთ ჩვეულებრივი ელემენტები, რომელი ელემენტებიც თავის დროზე იყო ბოკერიას დიადი გზა უნდა გაიაროთ, რომელმაც ჯერ ეროვნული ხელისუფლების დამხობამ და თბილისში სისხლის ღვრამ და გაუბედურება მოუტანა ქვეყანას, მერე სამეგრელო საწიოკება და დანარჩენ საქართველოში ქაოსი და უბედურება, მერე აფხაზეთში ომი და სისხლის ღვრა და უბედურება და დაქცევა 90-იანი წლები და ეს ხალხი იყო ყველაზე მეტი მოსაწონი, ეს ხალხი იყო ყველაზე მეტი მისაღები დასავლეთისთვის მთელი 75 წლის მანძილზე და ყველა გარდა ზვიად გამსახურდიასა შევარდნაძე დემოკრატია, სოფლიოს გააცნობს საქართველოს, გახსოვთ, გერმანიამ საქართველოს უნდა შეინახოს, იმიტომ რომ შევარდნაძემ გერმანია გაერთიანა და ჩვენ მალე ნატოში მიგვიღებენ, ევროკავშირში მიგვიღებენ და მის მერე არის დაბოლებული და გამოქალიავებული ეს ხალხი და აქეთ ერთ უბედურებას ხედავს, აქეთ მეორე უბედურებას ხედავს. და საშველი არ ჩანს არსაიდან. ელემენტარულს გეუბნებით, არჩევნები იქნება, მიტინგი იქნება, თუ რაიმე პოლიტიკური აქტივობა იქნება, რასაც ეს ორი ბინძური ძალა აკეთებს საქართველოში, როგორც არც ერთში მიიღოთ მონაწილეობა, ისე არც მეორეში მიიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ წულუკიანის და ქოცების ეს ცირკი ემსახურებოდა იმას, რომ წინა საარჩევნოდ აი ასეთი ბოდვა გამოეცხადებიათ. წინა არჩევნებზე, როდესაც პარლამენტის არჩევნები იყო, იქ იდგა ქოცების ბანდა, იქ იდგა თვითონ თავარი ოჩოპინტრე თავისი ზოოპარკით და ამბობდა, რომ
ჩვენ გამოვიძიებთ ომს, ჩვენ ამას ვიზამთ, ჩვენ ავგრძელავთ ნაციონალურ მოძრაობას. აგრძელა ვინმე ნაციონალური მოძრაობა? ვინმე სამშობლოს ღალატის მუხლ შემოიღო? ვინმე სამშობლოს ღალატის მუხლ აგო პასუხი? ვინმე ნახეთ დასჯილი? აი მე გეუბნებით აი ამ კოცებს, აი ამ დასწირებულ ზომბებს ამათ. მეტი რო არაფერი აქვს, სათქმელი ესენი ვერ მობრუნდებიან ხელისუფლების სათავეში. ნაციონალური მოძრაობა უკვე უნდა ბრუნდებოდეს კოცების 14 წლის მართვის თუ 13 წლის მართვის წელზე კიდე იმ საფრთხის ქვეშ უნდა იყოს ქვეყანა, რომ ნაცები არ მობრუნდნენ? აი ამ უბედურების შემხედვარე უბრალოდ ნუ მიიღებთ ამ ცირკში მონაწილეობას. ნახეთ თქვენი საქმე და მიხედეთ თქვენ საქმეს. ამით თქვენ თავსას გადაირჩეთ, როგორც არჩევნებში არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა და აი ამათ დადგმულ სპექტაკლში და ცირკში. ასევე ამათ საპროტესტო აქციებში არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მე ამას გეუბნებით. არ უნდა მიიღოთ, რასაც აკეთებს ხალხი, ძალიან ბევრი აკეთებს, აბსოლუტური უმრავლესობა. საქართველოში თქვენ გონიათ ამ პოლიტიკურ მოვლენებში მოსახლეობის მაქსიმუმ 30% მონაწილეობდეს არჩევნების თამადობით. 70% სულ ფეხებზე კიდე არ ახდება. არ აინტერესებს და ამ შემთხვევაში ყველაზე სწორად იქცევიან. იმიტომ რომ ნახდათ არა არც ერთი ძალა და არც მეორე ძალა უკეთესი. და კიდე ერთს გეტყვით. ხალხო, რაც არ უნდა კაი ადამიანი გეგონოთ, როგორც არ უნდა გეგონოთ, წინასწარ ლამაზად ვინც არ უნდა ლაპარაკობდეს. ეს არჩევნები არის ფასადი. ყველა პარტია ჰაერზე ხო არ იქნება 256 და 257 პარტია. ყველა პარტია მუშაობს ერთადერთი რამისთვის. სისტემა გადაარჩინოს. ეს 70% ხალხი მიიყვანოს რამენერად არჩევნებზე. რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს. ამაში ღებულობენ ფულს, ამაში ღებულობენ თანამდებობებს და ქვეყანას აქ ყოფა ნატირები. ამიტომ გეუბნებით, თუ ვინმეს მართლა გინდათ რამე გააკეთოთ, საერთოდ არ მიიღოთ ამ პროცესებში მონაწილეობა. მიიღებთ და მაშინ მიიღებთ იმას, რაც 92-93 წლებში იყო, მთელი 90-იანი წლები იყო, რაც სააკაშვილის პერიოდი იყო, რაც 2008 წლის პერიოდი იყო, რაც ახლა კოჰაბიტაციის პერიოდი არის და დატოვეთ ნაცი და ქოცი ერთმანეთის პირისპირ. სანამდე არ ჩანს ჯერჯერობით, ყველა გაყიდულია, აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ძალა გაყიდულია. ვინა აქ ეროვნულ ლიდერებზე და იმაზე საერთოდ ზედმეტი არის ლაპარაკი, ხო, კაციშვილი არა, ვინც ახლა თქვენ ტელევიზორში ხედავთ, ვინა ავტორიტეტული ადამიანი. ეკლესიას, თვითონ ეკლესიას რას ვერჩი, სასულიერო პირები, ყანდურები. შეხედეთ ხალხო. ზოგი მიშისტია, ზოგი სლავა უკრაინას იძახის, ზოგი პიდარასტობას ამართლებს, ზოგი ჩათალახობას, ზოგი რას და არც ერთი განკვეთილი არაა. და ზემოთ ვინც არიან ის ძველი ყანდურები, აბსოლუტური უმრავლესობა ყველა პუჩისტებია. ყველა პუჩისტებია და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იყვნენ, ყველა და შემძვრალი იყვნენ შევარდნაძის ტრაქში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ვისაც ეხება, იმათ ეხებაც უყველას. და არაფერს მე ვინმეს რამეს არ ვაბრალებ. ეს ასე იყო. მე ომით კი არ ვაშინებ, შემოძმაო თავს, მომისმინე ერთ წუთი, შენ შემოგევლე? ერთი ახალგაზრდობა, რომელიც მართლმადიდებელი კი არა, ძაღლდაკატამადიდებელია და მნემნეს მღერის და იმგი რა ქვია, სად მივდივართ ევროპაში რო კვერცხს აჭახუნებს, მე ასეთი დაქლევებული ახალგაზრდობის არაფერი არ მესმის, რომელსაც საკუთარი ქვეყნის გარდა ხელში უკავია ზოგს ამერიკის დროშა, ზოგს უკრაინის დროშა, ზოგს ევროკავშირის დროშა, ზოგს იმისი ნატოს დროშა და უნდა გათხარო ის დროშა სიგრძე სიგანეზე, წაეთხრიოს იმ ქვეყანაში და მიხედოს იმ ქვეყანას თუ ასე ძანადარდებს და ვისაც საქართველოს ადარდებს, მაშინ ქართულად მოიქცევა და ეს არაა ქართული საქციელი. ფულს იღებენ, მონაწილეობენ ბრიტანეთის გეგმაში და იღებენ იმიდან რა ქვია, საელჩოებიდან ფულს და გარეულობას და უბედურებას და 1000 უბედურების გარევაში უნდათ ესა რა ქვია. ომით რატო ეშინია ახალგაზრდა ვიყავი მეც, მაგრამ არ მეშინოდა ომის. რატო ეშინია, რატო შინდება ომით? აბა უომრად ვინ გადაარჩენს ამ ქვეყანას? ტრაკის მიცემის მეტი არაფერი არ უსწავლიებიათ ამ ახალგაზრდობისთვის და რომ ეს კარგია. ხო, ასეთი ახალგაზრდობა ვერ გადაარჩენს ქვეყანას. მაგნაირი გადარჩენილი ქვეყნის დედავატირე რა. ისევე როგორც ამათი გამოძიებული იმისი რა ქვია.
ნაცმოძრაობის დანაშაულებების რა. და მე ამას უხსნი, იმიტომ რომ გადაამოწმო თვითონ 21 საუკუნეა. და კარგად წაიკითხონ ყველაფერი. კარგად წაიკითხონ ყველაფერი და მოვლენები შედომ თუ რამე ტყუის ომბუდო თუ ვინმეს რამეს უაბრალებ, ნახოთ. თუ არა და წავიდან ეგერ და ზოგს მე თვალს დათხრიან და ზოგს ტრაქშია გათხრიან რაღაცას და მე ვაიმე ეს მოხდა და ის მოხდა და ესე იქნება და მე მაინც მეწოდება, იმიტომ რომ ტვინარეული არის. მე ვიცი, კაცი ვიცი, ყველა ომის მონაწილე არის და მისი დებილი შვილი იქ დარბოდა. ვერაფლი შვილს ვერ შეაგნებია. რომ მამაო, შენ ორ რუსეთ უმეხარო 3 ჭრილობა აქვს მიღებული რუსეთთან ომში. და მე იქ უნდა ვიდგეო. ასე აქვს ტვინი არეული ახალგაზრდობისთვის. და დაუმტრიეთ, მე წყვირპირი და მამამისმა ძლივს გამოათრია იმ აქციებიდან. მე მეწოდება, მაინც ის ჩემია. ჩემი ერის ნაწილია. და მეწოდება ტვინარეული ახალგაზრდა რო. მაგრამ ვინც იმას ეუბნება, სწორს აკეთებო, ისაა დედამოტყნული სულ ყველა. ისაა ყველაზე დიდი მოღალატეები ამ ქვეყნის, რომლებმაც მის თაობაშიც დაუღუპეს ქვეყანა და ახლა ახალგაზრდა თაობას ღუპავენ. მოკლედ, მეტის ლაპარაკს არ ვაპირებ, ეს იყო ყველაფერი ფარსი, ეს იყო ყველაფერი ტყუილი, არანაირი ტერიტორიული მთლიანობა ამათ არც გარეჯი უხსენებიათ, არც ახალგორის გადაბარების პრობლემებზე უსაუბრიათ, არც ბოკერია დაუკითხიათ, არც იაკობაშვილი დაუკითხიათ, არც სააკაშვილი დაუკითხიათ. კაცის მიმართ საქმეებს გძრავენ, ვითომ რო კითხო, კაცის დანაშაულებებს იძიებენ და კაცი ყავთ წამოპლაკული, მაგას თუ კაცი ქვია, მაგის დედა შევეცი მე და მაგის მონტირალის დედა მომტყანს უყველასი წამოპლაკული ყავთ, ეგერ ვივამეთში. ხან სოფოია მიდის, ხან იაცკო მიდის, ხან იგი მიდის, გულავს, კაისვამს, კაისჭამს და ერთი დაკითხვაზე არ დაუძახეს და არ დაიბარეს, რომ ამდენ რამეს აკეთებდი, შედედამოტყუნო ამ ქვეყანაშიო და გამოდი ახლა და ილაპარაკეო. და თქვენ გჯერათ ახლა ამ კომისიის ამ დასკვნის? ამისთვის ჭირდებოდათ უცხო ენაზე თარგმნო და უცხოელებს მიაწყვეტო. არიციან უცხოელებმა საქართველოში რა ხდებოდა? ევროპელების ბრალი კი არ იყო ეგ ყველაფერი. მარსიანელები აწოდებდნენ ხალხო და იმიდან, რა ქვია, ვენერადან და პლუტონიდან ჩამოსული ხალხი იყო, ვინც ახსენდა ამ ყველაფერს. თორე ევროპა რა შვაში იყო, ევროპასთან რა გინდათ ხალხო? ევროპა არც ახლა არაფერ შვაში არაა, ეგ ტრაკის მიცემას კი არ ვთხოვთ, კაცო, საჯაროთა ქარტნას და გადაგვარებას და ომს და უბედურებას, თქვენ გელანდებათ ეგ ყველაფერი, თორე ასე კი არაა ეგ. ასე, მანქურთიზმი. კარგად წამდებოდეთ და აი გადაუზიარეთ ერთი იმ ახალგაზრდებს და ერთი რა სიტყვიან, ერთი აბა თუ ვინმეს აქვს ესა რა ქვია ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები გამოხატონ ერთი და თქვა.